საღამო მშვიდობის დღეს სამშაბათია და თქვენთვის პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს გადაცემა Art Express-ი. მე ხათუნა მანაგაძე ვარ და თქვენთან ერთად ბუნებრივია განვიხილავ საინტერესო მოვლენებს ხელოვნების სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ვიდრე სტუმრებზე და ძირითად თემებზე გადავალ, მინდა ერთი ფრაგმენტი შემოგთავაზოთ. ეს ფრაგმენტი დღეს მოვისმინე, როცა სოციალურ ქსელს ვათვალიერებდი და გადავაწყდი ინფორმაციას, რამაც ძალიან დამაფიქრა იმაზე, ვართ თუ არა ყოველთვის ობიექტურები და ვართ თუ არა ყოველთვის ისეთები, როგორებიც უნდა ვიყოთ. კერძოდ რას გულისხმობ? დღეს ქართველი ფოლკლორისტი, მეცნიერი, ბათუმის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი წლების მანძილზე ალექსანდრე მსხალაძე 95 წლის შესრულდა. დღეს იუბილეა, რომელიც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფოლკლორისტიკის განვითარებაში. ბატონი ალექსანდრე უკვე დიდი ხანია გარდაიცვალა 58 წლის ასაკში და როგორც ბატონი ნუგზარ ჯაფარიძე წერდა თავის მოგონებაში, მან ამ წლებიდან 50 წელი ქართულ სიმღერას მიუძღვნა. თავისი ოჯახის მე-17 ყველაზე უმცროსი შვილი იყო, მარტო წამოვიდა ბათუმში სასწავლებლად და მას შემდეგ მთელი მისი ცხოვრება ქართული ფოლკლორის მარგალიტების ძიებას შესწირა. ძალიან დიდი მადლობა ზურაბ შალიკაძეს იმისთვის, რომ მან მოგცა საშუალება აი ესე შემთხვევით გაგვეხსენებია ადამიანი, რომელსაც ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის განსაკუთრებით ჩვენი ფოლკლორის კვლევაში. ალბათ ეს წლები 95, 90, 95 და კიდევ უკან ყოველ 5 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა აეღნიშნა ქართულ მუსიკალურ საზოგადოებას და მე ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანი თარიღი უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს და მომავალში აუცილებლად უნდა მივაგოთ პატივი იმ ადამიანს, რომლის მთელი ცხოვრება მიძღვნილი იყო აჭარული და ქართული ფოლკლორის კვლევისკენ. ამასთან აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მისი აღზრდილები დღეს სხვადასხვა სასწავლებლებში მოღვაწეობენ და მასთან ერთად უამრავი ქართველი მეცნიერი მონაწილეობდა იმ ექსპედიციებში, რომელიც აჭარის მაღალმთიან სოფლებში ტარდებოდა. მე მახსოვს 90-იან წლებში იმ ბნელ პერიოდში, იმ რთულ პერიოდში, როცა ალი მსხალაძე გარდაიცვალა, მქონდა მცდელობა, როგორღაც მისი არქივი მოგვეწესრიგებინა, მაგრამ მერე როცა ყველა თავისი გზით წავიდა და თავისი საქმე დაკავდა, ალბათ ეს საკითხი სამწუხაროდ ყურადღების მიღმა დარჩა, ჯერ კიდევ არ არის გვიან, სანამ შეიძლება მისი მემკვიდრეობის მოწესრიგება და მე ვფიქრობ, ბევრი საინტერესო ინფორმაცია შეიძლება მოიძიონ ამ მიმართულებით ამ სფეროთი დაინტერესებულმა ადამიანებმა. პატივი მის ხსოვნას ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას და გადავდივართ გადაცემის ძირითად თემაზე. პირველი თემა გახლავთ მუზეუმი, როგორც ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი. ვიცით, რომ ბათუმში ძალიან ბევრი მუზეუმია, ძალიან დატვირთული ცხოვრებით ცხოვრობს და უბრალოდ რომელიმე მუზეუმთან თუ გაივლით, ნახავთ, რომ არასოდეს არ იკლებს იქ ვიზიტორების რიცხვი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რაც მუზეუმმა შეიძლება მოგვაწოდოს ამა თუ იმ ქალაქის, ქვეყნის და საერთოდ ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ, არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი თეონა ზოიძე გახლავთ ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა. ერთი წელია არ შევხვედრივართ და ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება ამ ერთი წლის განმავლობაში, როგორც ვიცი. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ყოველთვის მიხარია თქვენთან სტუმრობა. დიახ, მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება, გამოფენა, სხვადასხვა აქტივობა ხდება ჩვენს მუზეუმებში. ამჟამად ჩვენ აღვნიშნავთ მუზეუმების საერთაშორისო კვირეულს. მუზეუმების საერთაშორისო კვირეული დაკავშირებულია მუზეუმის საერთაშორისო დღესთან, ეს გახლავთ 18 მაისი.
აიკომმა მუზეუმების საერთაშორისო საბჭომ დააწესა ეს თარიღი და მსოფლიო მუზეუმები აღნიშნავენ ამ დღეს. ყოველწლიურად აიკომი გვთავაზობთ სხვადასხვა თემატიკას და წელს ეს თემატიკა გახლავთ მუზეუმების მომავალი სწრაფად ცვალებად საზოგადოებაში, შესაბამისად თითეული ღონისძიება, რომელიც ჩვენ წარმოუდგინებთ საზოგადოებას, სწორედ ამ თემატიკასთან არის დაკავშირებული. უკვე ქონდა ვიდეო რგოლის პრეზენტაცია, პროგრამებში აგრეთვე იყო პერფორმანსი ილიას ცნობილ ღამე მუზეუმში. დიახ, ღამე მუზეუმში, აგრეთვე ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმში ქონდა პერფორმანსი. ხვალ გვაქვს ძალიან საინტერესო ღონისძიება, ეს გახლავთ კომუნიკაციის ტრანსფორმაცია, რომელიც პირდაპირ პასუხობს აი ამ თემატიკას და ძალიან საინტერესოა და თუ შეიძლება რამდენიმე სიტყვით უბრალოდ რომ განვავრცოთ და გავაგებინოთ ვიზიტორებს რა შეიძლება იმ დღეს დახვდეთ, ხვალ დახვდეთ ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში. ეს გახლავთ ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფონდებში არსებული სხვადასხვა კომუნიკაციის საშუალებების გამოფენა. ეს იქნება დავიწყოთ რადიოლათი, ტელევიზორით, ტელეფონით, ფურცელით, ერტრატით, აგრეთვე კომპიუტერი, ტელეფონი, მოგვიანებით უკვე Android-ისა და iPhone-ების ყველა ინფორმაციის გადაცემა იყო შესაძლებელი. გაზეთები, რაც მთავარია, ძველი გაზეთები ჩვენთან მრავლად არის დაცული ჩვენს ფონდებში და ვფიქრობთ, რომ საინტერესო იქნება, ვინაიდან პატარა პერფორმანსას ვთავაზობთ ჩვენს ვიზიტორებს. აგრეთვე გვაქვს რელიგიის მუზეუმში ეროვნულ სამოსთან დაკავშირებული ღონისძიება, ეროვნული სამოსის სასცენო გადაწყვეტა, ეს არის ერთობლივი ღონისძიება ხალხური სკოლისა და ხალხური ხელოვნების სკოლისა და ჩვენი და ვფიქრობ, რომ ესეც საინტერესო იქნება, ვინაიდან 18-ში აგრეთვე გახლავთ ეროვნული სამოსის დღე და შესაბამისად ვფიქრობდით, რომ ამაზე გამოხმაურება აუცილებელი იყო ჩვენი და შესაბამისად გავაერთიანეთ ეს ორი თემატიკა ერთმანეთთან. აგრეთვე გვექნება ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებული ღონისძიება, მოგეხსენებათ ხელოვნური ინტელექტი დღეს ძალიან აქტუალურია და ქალბატონი ცირაბალ ბარბაქაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას ტექნოლოგიურ მუზეუმში, ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში და ბოლოს დაიხურება ეს კვირეული გურიიდან მოწვეული მხატვრების გამოფენით, რაც ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი ვიზიტორებისთვის. გამოფენა შედგება ალბათ ხელოვნების მუზეუმის გალერეაში. მთელი კვირა ყოველდღიურად არის დატვირთული და მინდა აღვნიშნო ხასგასმით, რომ წარმოუდგენელი რაოდენობის ადამიანი ეწვია უკვე ჩვენს მუზეუმებს ვიზიტორებს, ვიზიტორი ეწვია ჩვენს მუზეუმებს და განსაკუთრებით 18 რიცხვში ძალიან ბევრი სტუმარი გვყავდა, რაც ძალიან გვახარებს. საერთოდ ვფიქრობთ, ნებისმიერი აქტივობა, ღონისძიება, გამოფენა უნდა მივმართოთ იქეთკენ, რომ მუზეუმები უფრო და უფრო საინტერესო გახდეს საზოგადოებისათვის. ჩვენ ექსპონატი არ იყოს მხოლოდ სტატიურად, ესაც ჩვენი მიზანი. რა შეიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში, აი 24 წლიდან 2024-ის განმავლობაში. 2024 წელი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა მუზეუმებისათვის. დავიწყოთ იქიდან, რადგან ახლა მუზეუმების კვირეულია. ჩვენ გავხდით მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს ინსტიტუციური წევრი, ეს იმას ნიშნავს, რომ აჭარის მუზეუმი, თავისი 7 მუზეუმით უკვე მონიშნულია მსოფლიო რუკაზე და თავის ღირსეულ ადგილს იკავებს. აგრეთვე ჩვენ გავერთიანდით ნემოში, ეს გახლავთ ევროპის მუზეუმების ქსელი, რომელიც აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ვართ იქაც ინსტიტუციური წევრი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიურად ჩვენ პასუხობთ იმ გამოწვევებს, რაც დღეს არსებობს მუზეუმებში, ზოგადად ამ სოციუმში, რასაც მუზეუმი ჰქვია და
მუზეუმთან კავშირი, ვისაც აქვს ყველა ასპექტში ჩვენ ვცდილობთ რომ მივიღოთ მონაწილეობა, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ჩვენი თანამშრომლების პროფესიული განვითარების საკითხი, აგრეთვე უნდა აღინიშნოს ყველა ის გამოწვევა, ეს იქნება ტექნოლოგიური თუ სხვა ტიპის გამოწვევა, რომელიც დღეს დგას სამუზეუმო საზოგადოებაში, მაგალითად ჩვენ შემოვიტანეთ VR ტექნოლოგიები 2024 წელს და უკვე პრეზენტაცია ჰქონდა 2025 წელს ეს გახლავთ VR სათვალეები, ანუ საგანმანათლებლო პროგრამები გარდა იმისა, რომ ჩვენ მქონდა საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ეროვნულ სასწავლო გეგმის გათვალისწინებით იყო შექმნილი და 60-მდე საგანმანათლებლო პროგრამაა ეს. შევეცადეთ, რომ ზოგიერთი მათგანი უკვე ინტეგრირებული ყოფილიყო თანამედროვე ტექნოლოგიებთან და ეს გახლავთ VR სათვალეები. ჩვენთან მოსული სტუმრები, მოსწავლეები ეცნობიან სხვადასხვა თემატიკას VR სათვალეების საშუალებით, რაც უფრო საინტერესო ხდის იმ პროცესს, რასაც საგანმანათლებლო პროგრამა ჰქვია მუზეუმში. ჩვენი მიზანი არის სწორედ ის, რომ ჩვენთან გატარებული დრო, როდესაც ბავშვი მოდის, ან ვიზიტორი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რა ასაკის იქნება ის, სასიამოვნო იყოს და ყველაფერი, რაც დაკავშირებულია შემეცნებასთან, მოხდეს საინტერესო. ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზია, იმიტომ რომ მუზეუმში შესვლა ძირითადად ადრე დაკავშირებული იყო რაღაც მონოტონურ მოძრაობასთან და რაღაცა ესეთი გიდის ეს აბსოლუტურად შეცვლილია, მინდა გითხრათ, დავიწყოთ იქიდან, რომ QR კოდიზაცია გავაკეთეთ ჩვენ და გარდა ამისა, ეკრანები შემოვიტანეთ მუზეუმებში, შესაბამისად, საერთოდ გიდის რომ არ აიყვანოს ვიზიტორმა, მას შეუძლია ძალიან ბევრი ინფორმაცია გაიტანოს მუზეუმისგან. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა სწორედ ამან გამოიწვია და სტატისტიკაც ამას გვეუბნება რეალურად. და რამდენად არის ეს ყველაფერი ვებგვერდებზე ასახული? რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ვებგვერდი და ეხლა უკვე მოდიფიკაციას ვაკეთებთ ამ ვებგვერდისას. გარდა იმისა, რომ ეს ვებგვერდი უკვე საინტერესო, ვფიქრობთ, რომ რამოდენიმე ახალი ასპექტი გვინდა რომ შევმატოთ და ვებგვერდთან ერთად სოციალური ქსელებიც, რა თქმა უნდა, ძალიან აქტიურია. შესაბამისად, რაღაც კომპლექსურია ეს ყველაფერი, თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ რამდენად სწორად იმართება, ამაზე მეტყველებს სტატისტიკური ნაწილი, იმიტომ რომ სტატისტიკა, რა თქმა უნდა, ამბობს მის აი ზრდა მეტყველებს იმაზე, რომ რეალურად სწორი გზით მიდის მუზეუმები. ჩვენ ინფორმაციულ ვაკუუმში არა ვართ, იმიტომ რომ რეალურად მუზეუმთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რეალურად, როდესაც ადამიანს სჭირდება მუზეუმთან დაკავშირებით ინფორმაცია, თუ დავიწყებთ აეროპორტიდან, როდესაც ვიზიტორი უცხოელი შემოდის მაგალითად, დაწყებული აეროპორტიდან დასრულებული სასტუმროშიც კი ინფორმაცია არის ჩვენ შესახებ. სწორედ ეს მინდოდა მეკითხა, რამდენად ხშირია უცხოეთიდან ტურების დაჯავშნა ჩამოსვლამდე? რა თქმა უნდა, ხშირია ჩვენ თანამშრომლობთ ტურისტულ კომპანიებთან, რა თქმა უნდა, მათ აქვთ გარკვეული შეღავათები ბილეთებთან დაკავშირებით და შესაბამისად ეს ხელშეკრულებები არის აქტიური, ყოველწლიურად ხდება მათი განახლება, მოდიან ჯგუფებიც, ინდივიდუალური ტურისტებიც და საკმაოდ პროდუქტიულია ეს თანამშრომლობა. და რამდენად ახერხებთ ხშირად უცხოური მუზეუმების გამოცდილების გაზიარებას და როგორია ლინკისა ბმა ამ მუზეუმთან? ამ ასპექტში გეტყვით, რომ ამ ეტაპზე ჩვენ ძალიან გვეხმარება აიკომი და ნემო, იმიტომ რომ ყოველდღიურად ფაქტობრივად იდება ინფორმაცია სხვადასხვა ონლაინ ტრენინგებთან, კონფერენციებთან და სხვადასხვა ტიპის აქტივობასთან დაკავშირებით, რომელიც ორიენტირებულია პროფესიულ განვითარებაზე, ჩვენი თანამშრომლები აქტიურად ღებულობენ ამაში მონაწილეობას. სულ რამოდენიმე წლის წინათ სამინისტროს დაფინანსებით ჩვენი თანამშრომლები გახდათ ბუდაპეშტში, სადაც ისინი გადამზადდნენ და საკმაოდ კარგი
ინიციატივები აქვთ, ქონდათ, როდესაც ჩამოვიდნენ ისინი. პოლონეთშიც იყო რაღაც. დიახ, ეს იყო გამოფენები 2024 წლის დასაწყისში ჩვენ დავაანონსეთ, რომ საერთაშორისო მიმართულებით ვიქნებოდით ძალიან აქტიურები და ეს ფაქტობრივად დანაპირები შევასრულეთ პირნათლად, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრ საერთაშორისო გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს გამოფენა, რომელიც ბელგიაში ქალაქ ბრიუსელში ჩატარდა ქართული კულტურის დღეები, სადაც 36 ექსპონატი იყო წარმოდგენილი აჭარის მუზეუმის, ეს გახლდათ ოქროს ფონდი, ოქროს განძი, აგრეთვე კრაკოვში, პოლონეთში ჰქონდა გამოფენა, ასევე და ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა ამ გამოფენას, გარდა ამისა კესთეიში ვიყავით გამოფენით, ისრაელშიც და ასე შემდგომ და შესაბამისად ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მსოფლიო საზოგადოებას აინტერესებს ქართული კულტურა და სხვათა შორის გარდა იმისა, რომ მქონდა გამოფენები, ჩვენ მქონდა შეხვედრები სამუზეუმო სფეროს წარმომადგენლებთან, მეცნიერებთან და ისინი ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც არც ერთ ქვეყანას არ გააჩნია. სხვათა შორის ასევე ცალკე სეგმენტია მეცნიერების და მუზეუმების თანამშრომლობა, რომელზეც ჩვენ არაერთხელ გქონია საუბარი. სამეცნიერო მიმართულება საერთოდ მუზეუმებისთვის არის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება. შესაბამისად, ის კვლევა-ძიებანი, რომელიც მუზეუმის წიაღში მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ შედეგებზე გადის, შეიძლება ასე ითქვას. მაგალითად, შარშან ჩვენ გავიმარჯვეთ შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში. და ამ კონკურსის საშუალებით ახალი სიტყვა ითქვა მეცნიერებაში. ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომები. და ძალიან საინტერესოა იმ მხრივაც, რომ რეალურად ის კვლევა-ძიებანი, რომელსაც ჩვენი მეცნიერები ახორციელებენ, არ არის გათვლილი მხოლოდ აწმყოზე. ეს მომავლის ამბავია, ვინაიდან თაობები აუცილებლად გაიცნობიან შემდგომ ამას და ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ალბათ მათთვის შემდგომ გაგრძელებისა იმ ისტორიის, რაც არსებობს ჩვენს მუზეუმებში. რახან მომავალზე ვლაპარაკობთ, თუ არაფერი არ გაქვთ დასამატებელი, მოდით აი რა იგეგმება დღის შემდეგ. ჩვენ ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ მუზეუმებით მართლა ძალიან დაინტერესებულია საზოგადოება. ყოველდღიურად გარდა იმისა, რომ შემოდის ზარები ჩვენთან, აგრეთვე კომუნიკაციის ყველა საშუალებას იყენებს საზოგადოება, რომ ჩვენ მოგთხოვოს ბევრი რამ, რასაც აუცილებლად ვითვალისწინებთ, განსაკუთრებით ეს გამოიხატება სერვისებში, მუზეუმში, რომელზეც უზრუნავთ უკვე და ამჟამად მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის მოსამზადებელი სამუშაოების სეზონისათვის. აგრეთვე ვთავაზობთ საზოგადოებას ღონისძიებებს, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება, პერფორმანსებს, აქტივობებს, გამოფენებს და თითეული მათგანი ვფიქრობ დასიამოვნები წავა მუზეუმიდან და რაც მთავარია უკან აუცილებლად დაგვიბრუნდება. ჩვენთვის არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენთან უცხოელი ვიზიტორი მოდის, ჩვენ თანაქალაქელები, ჩვენი საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები დაინტერესებულნი იყვნენ ჩვენი მუზეუმებით და კიდევ მოუნდეთ მათ უკან ჩამოსვლა. აი თუ მასშტაბში განვიხილავთ ამ საკითხს, ხომ შეიძლება ითქვას, რომ მუზეუმების განვითარება ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. გარდა იმისა, რომ ამაზე კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ სტატისტიკა მეტყველებს, გარდა ამ ფაქტორისა, რაღაცნაირად ადამიანები უკვე გამოხატავენ სიყვარულს ამ ინსტიტუციის მიმართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ გვაქვს მოხალისეთა ინსტიტუტი, ასე ვთქვათ, ადამიანები, ახალგაზრდები, რომლებიც უანგაროდ ჩვენთან ერთად ქმნიან გარკვეულ პროდუქტებს. აგრეთვე გვაქვს სკოლა კუშეგამე უკვე, რომელიც გახლავთ საკვირაო სკოლა, სხვათა შორის შარშან ექსპერიმენტის სახით ჰქონდა ეს სკოლა და საზაფხულო სკოლა ჩაუშვით. კუშეგამე ეს გახლავთ კულტურა, შემეცნება, განათლება და მეცნიერება, რომელიც ასე ვთქვათ 4 მიმართულებას მოიცავს და ჩვენს ძირითად მისიას პასუხობს.
საკმაოდ წარმატებული იყო ეს სკოლა და წელს უკვე საკვირაო სკოლად ვაქციეთ და შესაბამისად ეხლა მიმდინარეობს ამჟამად კუშეგამე ერუდიტი, რომელიც ხარტონახვედიან სახელობის მუზეუმში არის. ამჟამად პროცესშია ეს სკოლა და ძალიან ასიამოვნები არიან ჩვენი პატარები, როდესაც ჩვენსგან მიდიან. საერთოდ თითოეული მუზეუმის ძირითადი მისია უნდა იყოს ის, რომ ადამიანებთან ჰქონდეს მჭიდრო კავშირი. სწორედ ამას ვემსახურებით ყოველდღიურად, რომ ჩვენთან იმეგობროთ. ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ აი ხვალინდელი დღე კომუნიკაციებთან დაკავშირებული დაახლოებით 1 და 2 წლის შემდეგ რა დაემატება ამ ყველაფერს არ ვიცით და ალბათ რობოტები და ალბათ ესე იქნება სავარაუდოდ უკვე ამისკენ მიდის ტენდენცია და შესაბამისად ალბათ 100 წლის შემდგომ ძალიან საინტერესო იქნება და მოусმენენ ამ გადაცემას უკვე 100 წლის შემდგომ რა ვისაუბრეთ ამის შესახებ. საინტერესოა. დიდი მადლობა თეუნა, მე მინდა წარმატებები გისურვოთ, იმიტომ რომ ეს არის სფერო, რომელიც მუდმივად განვითარების პროცესში საჭიროებს ყოფნას და ძალიან სასიამოვნოა, რომ სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს დღეს ბათუმის მუზეუმები და ამ მუზეუმების გაერთიანების დირექტორი თეონა ზოიძე იყო ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა მას. ვაგრძელებთ გადაცემას და ახლა შემოგთავაზებთ ანა ვაშაყმაძის სიუჟეტს მარკგრაფის საოპერო თეატრის შესახებ. მარკგრაფის საოპერო თეატრი გერმანიის ქალაქ ბაიროითში მდებარეობს. მშენებლობა 1754 წელს არქიტექტორ ჟოზეფ სენ-პიერის პროექტის მიერ დაიწყო და 4 წელიწადში დასრულდა. ბაროკოს სტილის თეატრი სამეფო ოჯახმა თავისი ქალიშვილის ქორწინების აღსანიშნავად გახსნეს. ფრიდრიხ მეორის დამ კი თეატრალური დასი მშენებლობის დაწყებამდე დააარსა და უკვე ახალ ოპერის თეატრში თავადაც იღებდა წარმოდგენებში მონაწილეობას. მისი გარდაცვალების შემდეგ საოპერო თეატრმა ფუნქციონირება შეწყვიტა, თუმცა თითქმის 1 საუკუნის შემდეგ სცენამ კომპოზიტორ რიხარდ ვაგნერის ყურადღება მიიპყრო და აქ საფესტივალო ცენტრი გახსნა. გახსნის ცერემონია ვაგნერის დაბადების დღეზე გაიმართა და კომპოზიტორმა ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია შეასრულა. მარკგრაფის საოპერო თეატრი განიერ ქუჩაზე მდებარეობს. შენობის სიგრძე 71 მეტრი, სიგანე 31, ხოლო სიმაღლე 26 მეტრია. არქიტექტორმა არა მხოლოდ შენობა, არამედ თეატრის ეზოც დააპროექტა და ქვის ბილიკები პარიზში მდებარე ვანდომის მოედნის მსგავსად შექმნა. ფასადზე შერწყმულ უზარმაზარ სვეტებზე 6 მუზის ქანდაკებებიც განათავსა. თეატრის ინტერიერი, რომელშიც ხე დომინირებს, ჯუზეპე გალი ბიბიენამ თავის ვაჟთან ერთად დააპროექტა. დარბაზში მაყურებლების სივრცე ზარის ფორმის იყო და წარმოდგენების სანახავად 500 ადამიანს იტევდა. ცალკე იყო გამოყოფილი ლოჟა სამეფო ოჯახისთვის, რომელიც ზუსტად სცენის მოპირდაპირე მხარეს განათავსეს. ის ბრანდენბურგების დინასტიის სიმბოლოებითაა მორთული და დღემდე თავდაპირველი სახით არის შემორჩენილი. ლოჟას მხოლოდ ძველი ფარდა აკლია, რომელიც 1812 წელს ნაპოლეონის ჯარებმა ჩამოხსნეს. საინტერესოა, რომ სამეფო ოჯახის წევრები ლოჟას იშვიათად იყენებდნენ და წარმოდგენის ყურებისას წინა რიგს იკავებდნენ. მარკგრაფის საოპერო თეატრი 1994 წლიდან ბაიროითის სააღდგომო ფესტივალის მასპინძელი გახდა. 2000 წლიდან კი ყოველ სექტემბერს აქ ბაიროითის ბაროკოს ფესტივალი იმართება. შენობა 2012 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. დიდი მადლობა ანას საინტერესო სიუჟეტისთვის. ვაგრძელებთ გადაცემას და ჩვენ რამდენიმე გადაცემის წინ აღნიშნეთ, რომ აუცილებლად დავიწყებდით ცნობილი ხელოვანების შესახებ გადაღებულ ფილმებზე საუბარს და ძალიან საინტერესო იქნებოდა ამ ორი საწყისის ბმა, ხელოვანის ცხოვრება და ასევე კინემატოგრაფი როგორ უყურებს ამა თუ იმ ხელოვანის ცხოვრებას, ამის განხილვა.
ირვინგ სტოუნი ცნობილი ამერიკელი მწერალი, რომელიც მართლაც სახელს ითქვამს თავის დროზე მხატვრების შესახებ დაწერილი წიგნები და ერთ-ერთი მისი წიგნი გახლავთ მიქელანჯელოს შესახებ. ამ წიგნის მიხედვით 60-იან წლებში გადაიღეს ფილმი აგონია და ექსტაზი და სწორედ ამ ფილმზე გვინდა დღეს ვისაუბროთ რეჟისორთან და ტელეწამყვანთან ანა ნინიძესთან ერთად. საღამომშვიდობთ. მოგესალმებით. მართლა ძალიან საინტერესო ინტერპრეტაცია თქვენი შემოთავაზებული იყო და ყველაზე საინტერესო ის არის ჩემთვის რომ წიგნი რომელიც რამდენიმე სეგმენტს მოიცავს და ღრმად არის განხილული სხვადასხვა სეგმენტი მიქელანჯელოს ცხოვრებიდან ფილმის შემთხვევაში ერთზე არის ფოკუსირებული და აი ეს კი მაგრამ ეს მიმართულება არის ძალიან განსხვავებულად წარმოდგენილი ვიდრე პირველ წყაროშია. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ეს როგორც ხვდები, რუბრიკა იქნება ეკრანიზაციები, ფილმები, ცნობილი ხელოვანების შესახებ. ნიშანდობლივია ძალიან, იმიტომ რომ შემეცნებითი ხასიათი აქვს ამ ყველაფერს. მაგალითად, ეს ფილმის აგონია და ექსტაზი, აგონია და სიამოვნება, ასეც ითარგმნება. მე ვნახე პირველ კურსზე, როცა ვსწავლობდი, სარეჟისოროზე ჩვენ ხელოვნების ისტორიასაც ვსწავლობდით და იმისთვის რომ უკეთ გაგვეგოს თუ როგორი ტიპაჟი იყო ზოგადად მიქელანჯელო გვირჩია ხელოვნების ლექტორმა და ბუნებრივია ამან ჩვენ ცნობიერება მისი შემოქმედების შესახებ მეტად გააფართოვა, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ვნახოთ მსგავსი სახის ბიოგრაფიული დრამები. 1965 წელს არის ფილმი გადაღებული, კეროლ რიდია რეჟისორი, ბუნებრივია როცა ჩვენ ვსაუბრობთ მხატვრულ ფილმზე, რეჟისორს აბსოლუტური უფლება აქვს იყოს მიკერძოებული. იქ რაღაცები გააზვიადოს, რაც მისთვის ყურადსაღებია წინა ფლანგზე წამოწიოს და შესაძლოა რეალურად ასე არ იყო, თუმცა მთავარი ლაიტმოტივი რაც არის ფილმში, ეს აბსოლუტურად რეალურია. რეალურია ის, რომ იულიუს მეორემ პაპმა დააძალა ფაქტობრივად მიქელანჯელოს სიქსტეს კაპელის ჭერი მოეხატა. ეხლა ეს ძალიან საინტერესო ჟღერს მაყურებს ხო რომ დააძალა, რატომ დააძალა. თუმცა სანამ ამაზე გადავალ, მინდა დავიწყო ესე მივყვეთ ხო ფილმი ხუთი ძალადობა რეალურად იქ ეს იყო მენტალური ძალადობა, თუმცა ღირდა, ყველასთვის ღირდა. ფილმი იწყება დოკუმენტური პროლოგით. აი, დოკუმენტურ ფილმს უყურებთ, ფაქტობრივად ნამუშევრებია მიქელანჯელოს, ვიგებთ საინტერესო ფაქტებს, რა საკში დაინტერესდა მარმარილოთი ზოგადად როგორც მატერიით და ეს რაღაც ძალიან მდგრადი ქვა მის ხელებში როგორ იფშხნებოდა, იძერწებოდა, განსაკუთრებული ემოციური ბრმა ჰქონდა, თავად ამბობდა რომ ის უფრო მოქანდაკეა ვიდრე ფერმწერი. ვიგებთ იმ ფაქტს რომ სულ რაღაც 23 წლის იყო როცა პიეტა შექმნა და თავიდანვე შედევრად აღიარეს. 26 წლის იყო როცა დავითი გამოაქანდაკა. შუა საუკუნეებში იყო რამდენიმე ქანდაკება უკვე არსებობდა დავითის, არასთილ ამაზი და პომპეზური, თუმცა არსებობდა და ყველა მათგანზე დავითი იყო გამოსახული უკვე გამარჯვებული. აი გოლიათთან შერკინების შემდეგ გამარჯვებული ბედნიერი დავითი. და მიქელანჯელო იმიტომაც იყო ძალიან საინტერესო ადამიანი და ღრმად შედიოდა ადამიანის ფსიქიკაში, ის ფილოსოფიითაც იყო გატაცებული და კარგად ერკვეოდა არა მხოლოდ ანატომიაში, შიგნით რა ხდება ადამიანის განცდებს იკვლევდა და გამოსახა დავითის შერკინებამდე. და ეს შიშით თავისებური ბრაზი რაღაც აი განრისხებულია დავითი და ესეთი სახით არის ის გამოსახული ამ ქანდაკებას. მოკლედ დასაწყისში ვხედავთ ამ დოკუმენტურ ნაწილს და სხვა შორის ძალიან საინტერესოა ის რომ მე არ ვიცი შეიძლება არსებობდა მსგავსი ტიპის ჰიბრიდული ფილმების 60-იან წლებამდე, თუმცა ალბათ ძალიან ცოტა. კი ბატონო, სინთეზია იწყება დოკუმენტური და შემდგომ იწყება მხატვრული და ამიტომაც ეს ვფიქრობ რომ საინტერესო სტილისტიკური ხერხია, რომელსაც რიდი იყენებს. რაც შეეხება შემდგომ ნაწილს უკვე იწყება სრულფასოვანი მხატვრული ფილმი. უკაცრავად საკმაოდ საინტერესო ხერხია და თავის დაზღვევისთვის ასევე ძალიან კარგი საშუალებაა, იმიტომ რომ როცა ამას დასაწყისში აწოდებ მაყურებელს, შენ მერე უკვე თავისუფალი ხარ, რასაც გინდა იმას გააკეთე. კი ბატონო, იწყება ფილმი ასე, ჩვენ ვხედავთ მიქელანჯელოს პორტრეტს, უკვე ჩანს და იკვეთება, თუ როგორი ჯიუტი ხასიათი აქვს მას. აი ზოგადად ეს სიჯიუტეზე ხაზი არის გასმული რა მიქელანჯელოს ხასიათი, ის მიუხედავად იმისა, რომ უკვე სახელგანთქმულია მის ნიჭიერებას ყველა აფასებს, შინაგანად არის ბავშვი. ძალიან ჯიუტი. კი ბატონო, რომის პაპი მას თხოვს ჯერ მავზოლეუმი
ალბომის დამზადებას, შემდგომ კი ეთქვის, რომ Sixtes კაპელას ჭერი უნდა მოხატოს. მარმარილოს ქვებზეა საინტერესო ამბები. რამდენიმე მიზეზის გამო თქვა უარი თავიდან მიქელანჯელომ. პირველი ის, რომ როგორც უკვე ვთქვი, საკუთარ თავს უფრო მოიაზრებდა სკულპტორად, მოქანდაკეთ, აქედან გამომდინარე ის თვლიდა, რომ მარმარილოზე უფრო გამოხატავდა იმ ენერგიებს, იმ ემოციებს, იმ კონცეფციას, რაც თავად სურდა ვიდრე ფერწერისაც და ფერწერა არის მეორადი ხელოვნება ჩემთვის, ასე მიიჩნევდა. მეორე მიზეზი არის ის, რომ იცოდა, რომ მთელი ევროპა გამადიდებელი ლუპით დააკვირდებოდა და საკმაოდ დიდი ფართობი უნდა მოეხატა და შეცდომას არავინ აპატიებდა, მით უმეტეს სასულიერო მხატვრობას თავისებური დოგმები ჰქონდათ, როგორ უნდა გამოსახული, როგორ უნდა ყოფილიყვნენ წმინდანები და საერთოდ სხვა მიმართულება ჰქონდა მიქელანჯელოს. აი ამ დოგმებს, ამ სტერეოტიპებს აბსოლუტურად უგულებელ ყოფდა და ბუნებრივია, რომ წინსწრებით უკვე ამაზე ძღელავდა და მესამე მიზეზი არის ეს, აი მთავარი ფუნდამენტი ამ ფილმის მას არ უყვარდა, როცა რაღაცას მიუთითებდნენ. და მეტიც ჩვენ ვხედავთ აი ამ ფილმის პროცესში, რამდენჯერ მიატოვა სამუშაო პროცესი, წავიდა. და აი აქ როგორ ახერხებს რეჟისორი საინტერესოდ განზოგადებას, გენიუსის დამოკიდებულებას საზოგადოებასთან, როცა ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ ასრულებს დირექტივას. ვერ ასრულებს დირექტივას, კი ბატონო, მართლაც ეს რაღაც შინაგანი ბავშვი თითქოს ესე ყვირის მასში, ის არის ჯიუტი, ეგოისტი, ეგოცენტრიკი და საინტერესო არის ის, რომ იულიუს მეორე გარდა იმისა, რომ იყო სასულიერო პირის ფლაგმანიც იყო სხვადასხვა რაღაცა სამხედრო პატარ-პატარა სამოქალაქო ომები მიმდინარეობდა ამ პერიოდში იმისთვის, რომ ჰეგემონობა მოეპოვებინა პაპს და ის იყო მხედართ მთავარი, უძღვებოდა თავის არმიას, ძალიან მკაცრი ადამიანი, რომელიც ყველას ეშინოდა, ყველა დიდ პატივს სცემდა და აი აქ გაჯიუტებული მიქელანჯელო და მიქელანჯელოსთან არასდროს გამოუხატავს სიბრაზე. ერთადერთ მომენტში გამოხატა და ისიც იოტის ოდენა იყო და არაფერი განსაკუთრებული. ხო, იმიტომ რომ ეს ადამიანი იყო მეცენატი. იულიუს მეორე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო მეცენატი, ის ინა წინა ფლანგზე აყენებდა ამ ადამიანის ნიჭიერებას და შემოქმედებას, რომ მისთვის განსაკუთრებულად ნიშანდობლივი იყო ეს და დანარჩენი უკვე მეორე ფლანგზე. რაც არის მთავარი, ხო? აი რა ხდება? ჩვენ ვუყურებთ, როგორ იხატება Sixtes კაპელა, სხვადასხვა კომპოზიცია და თვალსა და ხელს შვა მიქელანჯელოს პერსონაჟიც ტრანსფორმირდება. სულიერ ტრანსფორმაციას გადის შემხებლობა ამ საოცარ ადამიანი. კი ბატონო და ერთი განსაკუთრებული სცენა არის ფილმში, ჩემთვის ამაღლებელი იყო. ცრემლიც კი წაუბრიბდა თვალებიდან, როცა იულიუს მეორე უკვე თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, როცა თავდებოდა Sixtes კაპელაზე მუშაობა და ის მალევე როცა დასრულდა მუშაობა გარდაიცვალა და ეს პაპი ადის აი ამ კონსტრუქციაზე, რაზეც იდგა და ხატავდა მიქელანჯელო და სხვა შორის უნდა აღნიშნო, რომ აქ რეჟისორმა გადაწყვიტა, რომ დაწოლილს ეხატა ჭერზე მიქელანჯელოს, თუმცა ისტორიკოსები ამბობენ, რომ ხშირად ფეხზე იდგა, ხო, ბუნებრივია ამ შემთხვევაში აქვს რეჟისორს უფლება, რომ რაღაცები შეცვალოს ისე, როგორც თავად სურს. ადის ამ კონსტრუქციაზე ძლივ პაპი და უყურებს კომპოზიციას ადამის დაბადება, ხო? ეს ნახატი, როცა თითები მიდის ერთმანეთისკენ ღმერთის და პირველი ადამიანის. და ეუბნება მიქელანჯელოს ასეთ სიტყვებს. შენ ეთყობა კარგი ცხოვრებითი ცხოვრე, იმიტომ რომ შენს მიერ გამოსახული ღმერთი სულაც არ არის ბრაზილიანი. და მიქელანჯელო ეუბნება ასეთ რამეს, რომ შექმნის პროცესში როცა რაღაც იქნება, ეს აქ არის გაღვებული სიყვარული. და როცა ადამიანში არის სიყვარული, ეს ბრაზიანი ვერ იქნება. თან კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც გამოსახე უფალი ასე, ეს არის ის, რომ მე მინდა მადლიერება გამოვხატო მის მიმართ, რომ მომცა ეს ნიჭი და ეს უნარები. კი ბატონო მოისმინა ეს პასუხი პაპმა, შემდგომ უკვე ადამიანზე ეკითხება, რომ არც შური, არც ბოღმა, არც სიცხარე არ არის ამ ადამიანში, როგორი მშვიდია და აქაც ასეთ რამეს ამბობს მიქელანჯელო, რომ მიქელანჯელოს პერსონაჟი, რომ ადამიანი აი ამ ყველაფერს, რაც თქვენ ჩამოთვალეთ ღმერთისგან არსწავლობს, ამაც თავისგან, თავისი ბუნებისგან, თავად სურს, ეს თავისი არჩევანია. მე კი ადამიანი გამოვსახე ზუსტად იმ კონდიციაში, როცა ის ახლად დაბადებულია და ჯერ არ იცის რა არის შური, ჯერ არ იცის რა არის რისხვა და ამიტომაც არის ძალიან მშვიდი და მადლიერი. აი მადლიერება ისწავლა მიქელანჯელომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და თითქოს ეს მისი გარკვეული სიჯიუტეც კი მოიდრიკა, ესე მგონიათ ამ ტრანსფორმაციის ნახვა ესეც საინტერესო და მადლიერება მართლაც არის, მე ვფიქრობ, მთავარი სათქმელი, რომელსაც რიდი გვეუბნება რეჟისორი. ბუნებრივია ეს დიალოგი ახლა რაც ვთქვით, ეს სცენარისტების და ხელოვანების მიერ არის შექმნილი.
იმიტომ რომ ყველა თავისებურად აღიქვამს ამ კომპოზიციებს და ზუსტად კონკრეტულად რა იგულისხმა მიქელანჯელომ არ ვიცი, თუმცა რატომაც არა ისეთ შეგვიძლია რომ მივიღოთ გარკვეულ რეალობად, ხომ? და ბოლოს სწორედ ესე თავდება ფილმი რომის პაპი მიდის, Sixtes კაპელა უკვე მზად არის და მადლობას უხდის მიქელანჯელოს აი ამ დიდ ოსტატს. კიდევ ერთი არის ერთი საინტერესო სცენა რო არ დაგავიწყდეთ კიდე, აი ამ ფილების გამოყენება, რომელიც მავზოლეუმისთვის უნდა ყოფილიყო გამოყენებული, როგორ იწვევს რაღაც სერიოზულ პრობლემებს. აბსოლუტურად იწვევს, იმიტომ ეს ადამიანი იყო მეამბოხე და იქ არის ისეთი სცენები, როცა სხვა სასულიერო პირი აპროტესტებს ზოგადად კომპოზიციების შინაარს, ვიზუალს, თითქოს იქ რაღაცა აპროტესტები რომ არის ზედმეტის სიშიშვლე და როგორც ოსტატს ბუნებრივია ჰქონდა თავისი ხედვა, თავისი ხელწერა, მას ჰქონდა თავისი რაღაცა საავტორო თვალთახედვა და აბსოლუტურად იცავდა თავის უფლებებს. და ორმხრივი დაჯერების მომენტი, როცა პაპი იღებს იმას, რასაც სხვა მომენტში ალბათ არ მიიღებდა. ეს არის ნიშანდობლივი, რომ ამ ადამიანს ჯეროდა ამ გენიალური ოსტატის და აბსოლუტურად მიენდო მას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟია, რომელიც თითქოს მეორე ფლანგზეა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აერთიანებს კოლექტიურად, სიმბოლურად ძალიან ბევრ ნარატივს, რაფაელი თანამედროვე მიქელანჯელოს. ზოგადად მიქელანჯელოზე რამდენი ფილმიც არის გადაღებული, რაფაელი ყოველთვის ფიგურირებს და ზოგიერთ შემთხვევაში ის არის რაღაცა მეამბოხე ახალი თაობის წარმომადგენელი, რომელსაც თავის დამკვიდრება უნდა და მიქელანჯელოს ეპაექრება. ამ შემთხვევაში ის აბსოლუტურად პატივისცემით არის განწყობილი მიქელანჯელოს მიმართ, მაგრამ მიქელანჯელოს ამხედრებენ ამ ახალგაზრდა რაღაც პერიოდი მის ადგილს იჭერს. მის ადგილს იჭერს, რომის პაპი ამბობს კიდეც ასეთ ფრაზას, რომ უფრო მალე დაამთავრებდა რაფაელი ამ ნამუშევარს, ვიდრე შენ, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიკოსები თვლიან, რომ კოლოსალური სისწრაფით მოიხატა ამ ხელა კვადრატული მეტრი 600 კვადრატულ მეტრზე გვაქვს საუბარი, 4 წელიწადში მოხატა ის მიქელანჯელომ და მგონია, რომ რაფაელი თავში აერთიანებს ყველა იმ ხელოვანს და რატომ არის ის ამბივალენტური და რატომ ფიგურირებს იმ ხელოვანს, რომლებიც ძალაუფლებას ემორჩილებოდნენ, რომელთაც შეეძლოთ, რომ ის დაკვეთა მიიღოთ და ტრადიციულად შეესრულებიან. აბსოლუტურად, ზუსტად სიმბოლოა. და აქეთ მეორე ფლანგზე არის მიქელანჯელო, მეამბოხი ადამიანი, რომელიც არასდროს დაკარგა თავისი მეობა, თავისი ღირებულებები, პატივცემდა თავის ნიჭიერებას, რის გამოც მას უკვე პატივცემდნენ ირგვლივ მყოფი ადამიანები, არ შეეპუა არც ერთ წინაღობას და რაც თავარია გამოიმუშავა კოლოსალური მადლიერების გრძნობა, რაც უნდა ვისწავლოთ ამ ფილმისგან. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად აი ასეთი ფილმების ჩვენება, ნახვა, სხვათა შორის მე ეს ფილმი ვნახე თქვენთან საუბრის შემდეგ, არ მქონდა ნანახი და დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, ყველასთვის საჭიროა, რომ ეს ფილმები უნდა ვნახოთ და გარკვეულად სასწავლო პროგრამაში, აი როგორც თქვით, აუცილებლად უნდა იყოს. ძალიან დიდი მადლობა. ანა ნინიძე, რეჟისორი და ტელეწამყვანი გახდათ ჩვენთან ერთად, ჩვენ საუბრობდით მიქელანჯელოს ცხოვრების შესახებ გადაღებულ ერთ-ერთი ფილმის შესახებ. ასეთი იყო დღევანდელი არტ ექსპრესი, მე გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით. შემდეგ სამშაბათამდე.